ხა პრინციპში ჩვენ ასეთ რეჟიმში ვართ უკვე 1 წელია, ანუ ჩვენ ვართ 1 წელია პროტესტში, ამ 1 წლის განმავლობაში რეჟიმი სხვადასხვა გზებით ცდილობს ამ პროტესტის შეჩერებას, ჩვენ ნახეთ ცემებით, წამებაც, გაზით მოწამვლაც, უამრავი რეპრესიული ქიმიური არაღით, ქიმიური საგზავნო ნივთიერებით მოწამლა, უამრავი რეპრესიული კანონი მიიღეს, არის შეტევა ყველა მიმართულებით, მაგრამ პროტესტი ვერ გააჩერეს. ნებისმიერი შემდგომი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება არის იმის ნიშანი, რომ ეს რეჟიმი ვერ ახერხებს და ვერ აჩერებს პროტესტს. იმიტომ რომ და ცდილობს აი ამ სამართლებრივი გზებით რაღაცა მოუნახოს გასაღები, თუმცა პროტესტი როგორ გააჩერებს ამ რეჟიმს? იცით რა არის, ჩვენ მე მაქვს ესეთი მოსაზრება, რომ ჩვენ როგორც რეჟიმი არის ადაპტირებადი და მოქნილი, ჩვენც ამ პროტესტში უნდა ვიყოთ მოქნილები, უნდა ვეცადოთ რა თქმა უნდა რთულდება, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივიღოთ, მანევრირება მოვახდინოთ. პროტესტის გამოხატვის უამრავი სივრცე და ფორმა არსებობს და თქვენ იცით ხო, ეხა იყო რუსთაველზე პროტესტი, იყო მარშები, ხა მარშების წინააღმდეგ მე შეიძლება სხვადასხვა იდეა მოვიფიქროთ, ოდესაც შეიძლება იმ პროტესტი გამოიხატოს სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე, არის სოციალური სივრცე, არის სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალება. ამ პროტესტს მოყვა უამრავი პოლიტპატიმარი, მათ შორის თქვენი შვილიც კი დაიჭირეს შარშან როგორც მახსოვს, ხო? დააკავეს და 30 ნოემბერი იყო, აი ზუსტად იმ ხეცობების პერიოდში, როდესაც 28, 29, 30 პირველი, როდესაც იყო მასობრივად ცემა, წამება, იმიტომ რომ იმ პერიოდში ეხლა ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქიმიური იარაღით მოწამვლაზე, მაგრამ გაქვთ განცდა როგორც სტრასბურგმა 6-7 წლის შემდეგ სიმართლე გამოაშკარავა, ასე ეს სიმართლეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის ის გავრილობის ღამე იყო პირველი ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც ეს რეპრესიები დაიწყო, დაადგინა პირველი წამების საგზავნვის მუხლი პროცედურული ნაწილში, მარტივად რო ვთქვათ, პირდაპირ ეს რეჟიმი იყენებდა ცემას წამებას და მე ამ საქმეებს არ იძიებს. ეს თქვა 2019-ში და ხო 2024-ში რა ვნახეთ, 10 ჯერ უარესი, ანუ იგივე არის და უფრო გართულებული, როდესაც უამრავი ადამიანი, ეხლა მაგალითად იგივე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების იმ ვიდეოს რო უყურებ, იმ ქიმიური მოწამვლის გარდა არის ძალიან თვალსაჩინო კადრი იმ ბიჭს რო სახეში უტყავენ, ხო, წიხს და იმაზე არავინ არ არის დაკავებული. ანუ ვინმე რო უყურებს, აი ამას რო შეხედავ, აი აქ რაიმე უთხოვარი რამე კითხვის შეიძლება არსებობდეს, რომ ეს არის პირდაპირ დანაშაული. არავინ არ არის. ვიდეო რაც პირველი გვახსენდება, თორე ასე უამრავი ვარ. რამდენი ვერ გადაიღეს. რა თქმა უნდა, კი, ძალიან ბევრი ვიდეოა და ეხლა მტკიცებულები კი გეთახმეთ ძალიან ბევრი ვერ გადაიღეს. ამიტომ ეს არის ტოტალურად ესენი ცდილობენ, ანუ აი იგივე მეორდება, რაც ადამიანის სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, უბრალოდ ეხლა პროცედურულად ვიცით, რომ სტრასბურგში ცოტა გაწელილია და ცოტა დრო ჭირდება. სამწუხაროდ ესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან კარგი პრეცედენტია და ეს ძალიან უსუსურად ცდილობენ, რომ გადააბრალონ ეხა მასში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს, მისი პასუხისმგებლობაც არის რასაკვირველია, მაგრამ პასუხისმგებლობა მთელი სტრასბურგი ამბობს, რომ არ იღებდა მონაწილეობას. ხო, იცით რა არის, სტრასბურგი პირდაპირ ამბობს, რომ არც ერთი პასუხისმგებელი პირის ასე თქვა, ვინ გადაწყვეტილებას მიიღებს პირის პასუხისმგებლობა არ გამოკვეთია. რატო, მადლობა.